კამუფლაჟში შენიღბული დანაყოფი პოტენციური საფრთხის ძიებაშია. ჯარისკაცები ნიდერლანდების ეროვნული რეზერვის უსაფრთხოების კორპუსის მეათე ქვეით ბატალიონს წარმოადგენენ. ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებითი გამოწვევების ფონზე ქვეყანამ სამხედრო მოსამსახურების რიცხვის ზრდა დაისახა მიზნად და რეკრუტირების მსურველი მოხალისეების მიღება ინტენსიური გახადა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპაში სჯერათ, რომ შემდეგი სამიზნე კონტინენტია. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ უკვე ნატოს რიგებში გაჩენილი სადავო საკითხების ფონზე კი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მიდგომების შეცვლა მოუხდა ნიდერლანდებსაც, რაც ყოველდღიურობაშიც აისახა. როდესაც პირველად შემოვუერთდი გუნდს, თითქმის არ არსებობდა რისკი ან საფრთხე, ყოველ შემთხვევაში ეს არ ვიცოდით. ახლა კი ეს შეიცვალა. თუ თავიდან მქონდა განცდა, რომ თითქოს პოლიციური ტიპის საქმეებს ვაკეთებდით, ახლა უფრო მეტად კონცენტრირდებით ქვეით და საბრძოლო ამოცანებზე და საველე ოპერაციებზე. როგორც ხედავთ, ცვლილებები აშკარაა, თუ დღევანდელ 2018 წელს შევადარებთ. მაშინ ჩვენ ძირითადად მშვიდობიან ოპერაციებზე ვიყავით ფოკუსირებული, ხოლო ახლა უფრო მეტად ვმუშაობთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვაზე, მაგალითად ნატოს სამიტის მიმდინარეობის დროს, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. ასე რომ სამუშაო მასშტაბი იზრდება, გამოწვევები კი უფრო რთული ხდება, მაგრამ ამასთან ერთად ეს ძალიან კარგი შესაძლებელობაა ბევრი ახალი რამისწავლო. ნიდერლანდების მთავრობის ამოცანაა სამხედრო პერსონალი ამჟამინდელი 80,000 ჯარისკაციდან 2035 წლისთვის 120,000 ჯარისკაცამდე გაზარდოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამჟამად ნიდერლანდების არმია 9,000 რეზერვის ცითვლის. მათ კი 2030 წლისთვის 20,000 პირით სურთ დაკომპლექტდნენ. რეზერვისტები წელიწადში 300 საათს ატარებენ სამხედრო სამსახურის ცოდნის დაუფლებაში. წვრთნები რეგულარულად უქმე დღეებში ტარდება. რეზერვისტები ჩართულები არიან ქვეყნის საშინაო სტრატეგიული დაწესებულებების დაცვასა და საგანგებო სიტუაციებში. თავდაცვის უწყებისთვის ნათელია, რომ მოთხოვნა გაზრდილია, რაც სამოქალაქო თვითშეგნების გარდა მთავრობის აქტიური კამპანიის შედეგია. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის აღებას 5 დღე დასჭირდა. ახლა 41 წლის ვარ და არ მინდა, რომ 40 წლის შემდეგ ისტორიის წიგნებში წავეკითხო, რომ ოდესღაც ისევ მხოლოდ 5 დღეში მოხდა ქვეყნის დაკავება და ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ მეორე მსოფლიო ომიდან. Sometime after, it took again only 5 days that we haven't learned anything from World War II. იმაზე მეტი განაცხადი გვაქვს, ვიდრე შეგვიძლია გავუმკლავდით, რადგან გვაკლია სასწავლო შესაძლებლობები, საცხოვრებელი სივრცე, ყველასთვის უნიფორმების მიცემა საჭირო, მათი იარაღით უზრუნველყოფა, სწავლების ორგანიზება, ასევე ვარჯიშისთვის საჭირო სივრცე. ეს არის ამჟამინდელი სირთულეები, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევები ნიდერლანდებმა 1997 წელს შეწყვიტა და ამჟამად მის აღდგენას ქვეყანა არ გეგმავს. თუმცა მსურველთა რიცხვის გაზრდა სახელმწიფო კამპანიის ხარჯზე ახერხებს. საგულისხმოა, რომ პოპულარობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედოფალი მაქსიმასა და მისი ქალიშვილის პრინცესა ამალიას კამპანიაში ჩაბმამ, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც მსოფლიომ მალევე იხილა. ამას ქვეყანაში ამალიას ეფექტიც კი უწოდეს.